გამარჯობა. ეს არის Lovex Solicitors და დღეს ვისაუბრებთ სპონსორის ლიცენზიის შეჩერებაზე. თუ სპონსორის ლიცენზია შეგიჩერდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ? თქვენი სპონსორის ლიცენზია ახლახან შეაჩერეს და რა უნდა გავაკეთოთ? ღრმად ისუნთქეთ, არ აყვეთ პანიკას, მაგრამ რა თქმა უნდა, არც უგულობილყოთ. ამ ვიდეოში აღიხსნით, რა არის დაუყოვნებელი ნაბიჯები და უნდა გადავდგათ, როგორ დააბრუნოთ ყველაფერი სწორ გზაზე, სანამ საფრთხეს შეექმნება თქვენს ბიზნესს და თქვენს მიერ დასპონსორებულ თანამშრომლებს. პირველი ნაბიჯი. ყურადღებით წაიკითხეთ შეჩერების წერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანუ Home Office უნდა განუმარტოთ ზუსტად, რატომ შეაჩერა თქვენი ლიცენზია. დაბალი ხარისხის დოკუმენტაცია, ძირითადი პასუხისმგებელი პერსონალის არარსებობა, ანგარიშგების მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან სრულად შემოწმება, რომლისთვისაც მზად არ იყავით. თქვენ უნდა უპასუხოთ დეტალურად და სწრაფად, ჩვეულებრივ გაქვთ 20 სამუშაო დღე პასუხის გასაცემად. ეს არის თქვენი ერთადერთი შანსი გაასაჩვიროთ შეჩერება, სანამ ლიცენზია მთლიანად გაუქმდება. არ უპასუხოთ ემოციურად. მიზანში მოარტყით თითოეულ შენიშვნად, მტკიცებულებებით. თუ საუბარია დოკუმენტაციაზე, აჩვენეთ, რა სისტემა გაქვთ, თუ საქმე ეხება პერსონალს, დაადასტურეთ, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ არის დამზადებული. ეს მხოლოდ პასუხი არ არის, ეს არის თქვენი შესაბამისობის მტკიცე არგუმენტაცია. ლიცენზიის შეჩერებისას ვერ გასცემთ ახალ sponsorship სერტიფიკატებს, მაგრამ ვალდებულებების შესრულება აუცილებლად უნდა გააგრძელოთ დაუყოვნებლივ. ჩაატარეთ შიდა აუდიტი, გადაამზადეთ პასუხისმგებელი ოფიცერი, გადაამოწმეთ HR დოკუმენტაცია, მიიღეთ იურიდიული დახმარება. პრაქტიკული და სწრაფი მოქმედება ახლა შეიძლება ნიშნავდეს ლიცენზიის აღდგენას ან მისი საბოლოო გაუქმებას. თუ თქვენი ლიცენზია უკვე შეაჩერეს და გჭირდებათ გადაუდებელი კონსულტაცია და გვიკავშირდით Lovex Solicitors-ზე, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული кейსი გვაქვს, რომლებსაც დავეხმარეთ ამ საქმეებლებს, რომ სტრატეგიულად და სწრაფად აღედგინათ ლიცენზია. ამიტომ იყავი შემდეგი შენ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მეტი სამართლებრივი რჩევებისთვის ან დამატებით შემთხვევაში ჩანიშნეთ კონსულტაცია ჩვენს გამოცდილ იურისტებთან.